თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება, ქვეყანაში მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია ფაქტობრივად დასრულდა. ოჯახის საშუალო ზომის შემცირება კი დედაქალაქში წლიურად დაახლოებით 5,000-მდე ბინაზე ქმნის მოთხოვნას, რა მიზნით და ვინ ყიდულობს ბინებს, ამაზე ვისაუბრებთ მარი მელიქიშვილთან ერთად პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი ეს არის საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მეორე საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს. ასეთია უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტების შეფასება, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე ამახვილებენ და ამ კუთხით ახალგაზრდების როლს გამოყოფენ, კერძოდ ამბობენ, რომ მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია საქართველოში ფაქტობრივად დასრულდა და თაობები ერთ ჭერქვეშ უკვე აღარ ცხოვრობენ, როგორც ექსპერტები განმარტავენ. თანამედროვე ახალგაზრდა წყვილები წინა თაობებზე გაცილებით მეტად ცდილობენ შექმნან საკუთარი გარემო, ამისთვის მეტი ფინანსური შესაძლებლობები და შეთავაზებებიც აქვთ მათ, ვიდრე ეს მათი წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა. მაგალითისთვის, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალგაზრდებს საკუთარი ბინის შეძენაში ხელს უწყობს სხვადასხვა ბანკების შეთავაზებები და იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობა. ეს ერთგვარი მოტივატორია უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. გარდა ამისა, საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე საუბრისას შეიძლება გამოიყოს სტუდენტების კატეგორიაც, რომლებიც დედაქალაქში სასწავლებლად რეგიონებიდან ჩამოდიან და ცდილობენ, რომ თბილისში საცხოვრებელი ფართები შეიძინონ. ამაზე ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მაგალითისთვის გალთენ თაგარტის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხებოდა და 2023 წლით თარიღდება, წერია, რომ ოჯახის საშუალო ზომის შემცირება თბილისში წლიურად დაახლოებით 5,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას. დაახლოებით ამ რაოდენობის ბინაზე ქმნის მოთხოვნას ურბანიზაციის ზრდაც უნდა ითქვას, რომ ამ ორი ფაქტორის გარდა ძლიერია ბინებზე მოთხოვნა საინვესტიციო კუთხითაც. ორი ყველაზე ძირითადი ფაქტორი, აქ არის ურბანიზაცია და ოჯახის საშუალო ზომა, რაც ვფიქრობთ, რომ ჯამურად პირველად ბაზარზე მოთხოვნის ნახევარს ქმნის. დაახლოებით 10,000 ბინა, სწორედ ამ ორი ფაქტორის ფონზე იყიდება ყოველწლიურად. ურბანიზაცია მზარდი გვაქვს და 2024 წლის მონაცემებით 62% იყო და ბუნებრივია, როდესაც რეგიონებიდან ურბანულ დასახლებაში ჩამოდის მოსახლეობა, ისინი დამატებით მოთხოვნას ქმნიან ბინებზე. ასევე არის ოჯახის ზომაზე, რაც უფრო მეტ ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, ბუნებრივია, რომ აქაც შეიძლება საჭიროება ახალი ბინების. ამას ემატება ისიც, რომ ხელფასები არის მზარდი და განსაკუთრებით ახალგაზრდებში მაგალითად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ბინა უკვე ადრეულ ეტაპზე. ამას ეხმარება ისიც, რომ შიდა განვადების სქემები არის საკმაოდ დახვეწილი და ახალგაზრდებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველთვიური შენატანებით შეძლონ ბინის ღირებულების მომსახურება და ასევე საბინაო ფონდიც თბილისში არსებული ბინების დაახლოებით ნახევარი 90-იან წლებამდე არის აშენებული და მათ ნაწილს გასდის უახლოეს მომავალში ექსპლუატაციის ვადა, ზოგს უკვე გასული აქვს და ჩანაცვლების პროექტებიც საბოლოო ჯამში ქმნის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე. როგორც წინა კვლევები გვიჩვენებენ, ძირითადად 75%-ზე მეტი ისევ ქართველი ყიდულობს უძრავ ქონებას. მანდ არის საჭიროებებზე დამოკიდებული უძრავი ქონებები და შესყიდვები. ერთის მხრივ, როდესაც თბილისი მიზიდულობის ცენტრია საქართველოში ჯერ კიდევ და მაქსიმალურად ყველა ცდილობს, რომ თბილისს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ერთის მხრივ სტუდენტები, რომლებიც თბილისში ჩამოდიან და თითქმის აღარ ბრუნდებიან თავიანთ რეგიონებში. მეორე, ოჯახების გაყოფა. ის ტრადიცია, რომელიც ადრე იყო ერთ ოჯახში უნდა ცხოვრობდეს, იქ ტრადიცია აღარ არის. ყველას უნდა ინდივიდუალური ცალკე სამყოფელი. ასევე მეორე ტიპის ინვესტორები, რომლებიც თავიდანვე მანდაც ორი ტიპის ინვესტორი არის. ერთი, რომელიც თავიდანვე ყიდულობს უძრავ ქონებას, მშენებარე პირველად ბაზარზე, რომ იმედი აქვს, რომ გაიზრდება ფასი და შემდეგ უფრო ძვირად გაყიდის და მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მეორად ბაზარზე თვითონ ისევ ინვესტორები ყიდულობენ, არემონტებენ და ყიდიან. ასევე ძალიან საინტერესო ტენდენცია ის, რომ ისრაელის მოსახლეობა, ებრაელები, მათი რაოდენობა გაიზარდა, მათი მოთხოვნა გაიზარდა.
რაც ეხება ზოგად ტენდენციებს ამ ბაზარზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების მდგრადობის ანალიზი ჩაატარა, სადაც მიუთითებს, რომ 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს გარკვეული შენელება შეინიშნება. უძრავი ქონების იჯარის, ანუ ბინისქირის ღირებულებაც პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია და მისი ინდექსი ნორმალიზდა. ეროვნული ბანკის ანალიზში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის 60%-ით ფილისზე მოდის, სადაც მოთხოვნის ძირითად ნაწილს საქართველოს რეზიდენტები წარმოადგენენ. შესაბამისად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მაღალი საგარეო მოწყვლადობით არ ხასიათდება. რაც შეეხება ტრანზაქციების მიმართულებას, ასევე ეროვნული ბანკის მიხედვით, თბილისში ტრანზაქციების მცირედით წლიურად 0.6%-ით ზრდა დაფიქსირდა, რაც ამ ბაზრის აქტივობის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე მიუთითებს. მსგავსი დინამიკა შეინიშნება ქვეყნის მასშტაბითაც, ფასები კი კვლავ ზრდას განაგრძობს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ზრდის ტემპი შენელებულია. 2025 წელი მოგეხსენებათ შენელებული ტემპით დაიწყო, პირველი 4 თვე ფიქსირდებოდა წლიური კლება, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, თუმცა მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდში ჩვენ ვიხილეთ აღდგენის პირველი ნიშნები, მოთხოვნაში მცირედი გაუმჯობესება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა თავის სტაბილურ ჯანსაღ ნიშნულს დაუბრუნდება. რაც შეეხება ფასის ნაწილს, ფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანი იყო შენელებული 2025 წელს, თვიური ზრდის ტემპი 0.2% იყო, რაც წინა წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. წლიურად კი ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4-5%-ით იქნება გაზრდილი ფასები თბილისის უძრავ ქონებას. ალბათ გასაკვირი არ არის არავისთვის, რომ დიდი ღომი ისევ და ისევ ლიდერობს. ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა დიდი ღომზე არის და ყველაზე მეტი მოთხოვნა დიდი ღომში არის. აქ ასევე გამოსარჩევია ის, რომ 50-დან 70 კვადრატამდე არის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი. და ფასებიც რა თქმა უნდა $1100-100-მდე ფარგლებში ყველაზე მეტი არის მოთხოვნა ამ ხრივ მაგუბნებში და არა მარტო მაგუბნებში. თუმცა ერთი საინტერესო ტენდენცია არის წინა წელთან შედარებით, მაგალითად კრწანიში მშენებლობის ნებართვა გაიზარდა 100%-ით, მოთხოვნა გაიზარდა დაახლოებით 100% და კიდევ უფრო მეტით და ფასის დინამიკა არის მზარდი. საინვესტიციოდ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო და გამოსარჩევი უბანი არის კრწანისი და შენ თბილისთან შედარებით. აქვე ტრანზაქციების თემაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით და გეტყვით, რომ გალთენ თაგარტის ინფორმაციით პროექტებში, რომლებიც თბილისში 2025 წელს სრულდება, ბინების 83% უკვე გაყიდულია, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.